აღარ ვსვამთ. გამოდის როგორც კაკაოს თერი. ახალციხის 4 მხრიდან ჩამოუდის წყალი. ასეთი უნდა იყოს ისა გააკეთები რაღაცას გასკდება, გამოდის თლაფი და ასე შემდეგ. მე უკვე სერიოზულად აღარ აღვიცხავ რამდენ სხვაჟებს სასმელ წყალში. დაახლოებით რა გიჯდებათ? რა ვიცი, 40 ლარი მაინც მიჯდება წყალი. კი, სარგებლობთ, როგორ არა. გაიწყალი მოდის, რა ვიცი, ჩვეულებრივ ჭიქაში ვასხობ, შვენიერი ისა, ხო, ის არის, რა ქვია, ფერია, არა აქვს ტალახიანი. როგორი წყალი მოგდით სახლში? ზოგჯერ ტალახი მოდის, ზოგჯერ კაია. ბაჩუკში რო ავსებთ, მღრია, გეგონება ჩემი ბაჩუკი ჭუჭყიანია, გავრეცხავ და იგივე მდგომარეობაშია. საერთოდ არის შეიძლება მაგის დალევა. ყიდულობთ წყალს? ყიდულობთ, აბა რა უნდა ვქნათ? დაახლოებით რამდენი ლიტრა გჭირდებათ დღეში? სარეცხი რო არ დავთვალოთ, ისე მაინც 1-6 ლიტრიანი ისე გვინდა როგორც არაფერი. თუ სარეცხი და ყველაფერი დავთვალე, კინტალახიანით ვრეცხავთ, რა ვქნათ? 2 წლის წინ ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა ჯანმრთელობის. მე ეხლა ვერ ვიტყვი კონკრეტულად ეს ვარაუდი გამოთქვეს, ანუ ლეპტოსპიროს ბაქტერია შემქმნელ, ამის სიცოცხლის ფასად გამოჩნდა ეს ყველაფერი ვერსია იყო, რომ თქვათ შეიძლება წყლიდან გადასულიყო. დამამდილებით ვერ ვიტყვი, ფაქტია, რომ რაღაცა არასადაროდი წყალი მოდის. დასალევად არა, ძალიან კლორიანია. სუფთა მოდის ხო, ახლა გამოსწორდა. მე სულ სვამ, არ ვიცი. ანუ როგორი წყალი მოდის? სუფთა წყალი მოგდის? ზამთარში ჭუჭყიანი იყო, რაღაცას აკეთებდნენ იქა. ეხლა სუფთა. თუ არ მომწონდა, ადუხებ და მერე სვამ. მე კმაყოფილი ვარ წყალით. ძალიან ცუდი. ეკოლოგიურად გამოუცდელია წყალი. რა თქმა უნდა, ყველაფერთვის ვარ ცუდია ორგანიზმის ნებისმიერი მოქმედებისათვის.